სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ის, რასაც ჩვენ ხედავთ დღეს ადამიანის სახით და ის, რაც უნდა იყოს, თუ როგორ ხედავთ ჩვენ და რასაც ხედავთ სიცოცხლის ყოფიერების სახით და ადამიანს როგორც ღვთის ხატ და მსგავსებას რა ელოდება, მათ შორის იმხელა განსხვავებაა, რომ აი როგორც სახარებისეულ დიდარისა და ლაზარეს იგავში აბრაამი როუნება იმ დიდარს, რომ დანახეთ კი ჩვენსა და თქვენ შორის ძალიან დიდია და ვერავის ძალოს ერთი მხრიდან მეორეში გადავიდეს. აი რაღაც ამგვარი რამ არის, ესე გონება მიუწვდომელი განსხვავება არის იმ ყოფიერებასა, რასაც ჩვენ დღეს აქ ხედავთ, რასაც ვუწოდებთ ჩვენ სიცოცხლეს და იმას შორის, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გველოდება თუ ჩვენ გადავრჩებით. ასევე ადამიანი, რომელიც არის, რომელსაც ვხედავთ, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავითაც განვიცდით და ადამიანი, რომელიც ახალ ქმნილებად იწოდება, მსგავსი იმ ჩანაფიქრისა, რისთვისაც ღმერთმა საერთოდ სამყარო შექმნა. და როცა ადამიანის მოქცევა ხდება ქრისტიანობაში, როცა ადამიანის გულს რწმენა შეეხება და ადამიანის გული მას მიიღებს, იწყება მასში ეს ახალ ქმნილებად ჩამოყალიბების პროცესი. ადამიანში შემოდის ახალი სიცოცხლე, როგორც საფუარი ცომში და იწყება ადამიანის არსობრივი ბუნებითი განახლება. თუ ადამიანი ამას ვერ გრძნობს, მაშინ ის ადამიანი არ არის ქრისტიანი და შესაბამისად არც მადლიერება არ აქვს. ღმერთმა კი მოხედა მას, მაგრამ აი თესლი რო დავარდება შარაგზაზე ან ეკლებში ვერ აღორძინდება, რაღაც გავსი რამ ემართება ადამიანს. ხოლო თუ ადამიანი გრძნობს ამას, თუ ადამიანი განიცდის, ადამიანს აქვს ძალიან დიდი მადლიერება, რომელსაც ვერაფრით ვერ გამოხატავს და ყოველთვის იქნება უკმაყოფილო იმ მადლიერების გამოხატვის აქამდე არსებული შესაძლებლობებით და მცდელობებით, რაც მას მანამდე ქონია, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ დაკმაყოფილდება შენი განცვიფრება, შენი სიხარული, შენი ბედნიერების განცდა, შენი დადებითი გნება, გრძნობები ჩვენში, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და რომ ჩვენში ღმერთი ცხოვრობს. მასაკითხია, რამდენად ჩვენ ვაწვდენთ მას, ხმას და ვიცით ეს რა რთულია და როგორ წვალობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პერიოდულად ღმერთი გამოანათებს ხოლმე ჩვენს დაცემულ არსებაშიც და მაშინ ჩვენ მას გრძნობთ და განვიცით და ეს არის სწორედ რომ გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს არ გვარდებით უიმედობაში და მიუხედავად სულიერი ცხოვრების სირთულისა მაინც ვაგრძელებთ დაჟინებით, გულმოდგინებით, გულმხურვალებითაც, სიხარულითაც და აი მრავალი წელი ვერ ვწყდებით ეკლესიას, ვერ ვწყდებით ევქარისტიულ მსახურებას, ისინი ვინც ვერ ვწყდებით. იმიტომ რომ სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც წყდებიან. აი რომ აკვირდები დინამიკაში ადამიანების სულიერ ცხოვრებას, რომლებიც მოდიან, როგორც წესი, ყველანი გულმხურვალეთ მოდიან, ღმერთი შეეხო მათ გულს, წლები რო გადის, როგორ გამოცდებს უწყობს მათ უფალი. და ეს გამოცდები მიმართულია მათი ჭეშმარიტი სარწმუნოებაში მყოფობისთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ რელიგიური ადამიანს ქრისტიანი გერქვას. არ შეიძლება უბრალოდ რაღაც ცხოვრებაში ღმერთის ზრუნველობას ხედავდე და ქრისტიანი გერქვას, იმიტომ რომ ღმერთის ზრუნველობას ყველა გრძნობს, რელიგიური ყველა და შენ იმით განსხვავდები სხვის გარო, შენ ამ ყველაფერს ეკლესიის წიაღში იქმაყოფილებ. ქრისტიანი არის ის, ვინც მზად არის თავისი თავი მსხვერპლად მიიტანოს და თავი გაწიროს უფლის სიყვარულისათვის, უარყოს საკუთარი თავი. შესაბამისად, უпростоრად ეს უარყოფა საკუთარი თავისა სულაც არ ნიშნავს ჩვენი მარადიული სიცოცხლის უარყოფას. ეს არის ჩვენი მარადიული სიცოცხლის მოპოვება, იმიტომ როცა ვამბობთ, რომ უარყოთ საკუთარი თავი და როგორც უფალი გვამცნებს, შეუდგეთ ქრისტეს, აქ იგულისხმება ჩვენი ეს დაცემული ბუნებითი მიდრეკილებების, ეგოიზმის, სიამაყის, ამპარტავნების მსხვერპლად მიტანა, ინდივიდუალიზმის, რომელიც ჩვენ სიცოცხლე და ყოფიერება გონია. ადამიანი, როდესაც
ცდილობს რომ სწორად იცხოვროს და ეს მადლიერების განცდა აქვს, თავისთავად ცხადია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არასოდეს არ ტოვებს მას, იმიტომ რომ მუდმივი განცვიფრება და სიხარული მუდამ მასთან არის, იმიტომ რომ ხედავს იმას რა იყო და რა გახდა. აი ამ დანახეთქს თავის თავში, ამ დანახეთქის ამოვსებას და საიდან სად გადმოვიდა ამას ყოველთვის ხედავს და არასოდეს არ ავიწყდება. და ეს მადლიერების განცდა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ სახარებაში ჩვენ ხედავთ, რომ როგორ განკურნა 10 კეთროვანი, აქედან ერთი ბრუნდება მარტო. საინტერესოა, ხო, აქედან მათიდან ის რომელიც დაბრუნდა, არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებელი. სამარიტელი იყო. და ამით უფალს რისი თქმა სურს. პირველ რიგში იმის, რომ ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარნი ვართ, ეს არაფერს ნიშნავს. ადამიანს აქვს ეს ხანდახან და ხშირად ეს ერთგვარი ილუზიაში ამყოფებს საკუთარს. მაგალითად, თქვათ, პატრიოტი ადამიანი და თავის სამშობლო უყვარს, ჩვენს ისტორიაში ძალიან დიდებული ბევრი ფურცელია, რომელიც ჩვენ კაი გაგებით სიამაყით გვავსებს და ადამიანი მიიწერს თავის წინაპრების დიდებულებას და თავად მხოლოდ გულში მჯიღის დაკვრის და სადღეგრძელოებით შემოიფარგლება და თulis რომ ესე იგი ის მათ მიერ ჩადენილი ღირსებები და ცხოვრების წესი ეს მისია და მისი სულაც არ არის. პირიქით, ჩვენ მხოლოდ პასუხისმგებლობით ვიტვირთებით და არავითარ შემთხვევაში ჩვენ მათ მიერ ჩადენილი ღირსეული საქმეები ჩვენი კუთვნილება არ არის. ასევე რელიგიაშიც ასეა ზუსტად ის რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და მემკვიდრეობითობას ვატარებთ ჩვენი სულიერი წინაპრებისა, ანუ ქრისტიანებისა დაწყებული მოციქულებიდან და ეს რწმენა მოგვეცა ესე რატომ დღეს დაუმსახურებად ეს ავტომატურად სულაც არ ნიშნავს რომ ვეკუთვნი რა ჭეშმარიტ ეკლესიას, სულაც არ ნიშნავს რომ ეს ჩემი დამსახურება აქვს რაიმე და რაიმეთი საამაყო მაქვს. პირიქით, ეს უდიდესი პასუხისმგებლობით ტვირთავს. და აი სწორედ ამგვარი რამ ჭირდათ დანარჩენებს, რომლებიც ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარნი იყვნენ და იმდენად დაბრმავებულები იყვნენ საკუთარი ცრუ ღირსების განცდით, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი ვარ. არა ხარ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი, ნომინალური კუთვნილება გაქვს, ნომინალური და არა ის, რომ შენ ხარ რაღაცას წარმოადგენ. და აი ეს ნომინალური მიკუთვნება საკუთარი თავისა ჭეშმარიტებასთან არაფერს ნიშნავს და ამიტომ არის რომ ხაზგასმულია რომ ის ვინც დაბრუნდა მადლიერი ვინც იყო ის არ იყო ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებელი მაგრამ მან ქრისტე იცნო ჭეშმარიტი სარწმუნოების მატარებელმა ცხრა კაცმა ქრისტე ვერ იცნეს და მან იცნო ქრისტე ესე იგი რა გამოდის თავარი არის არა ნომინალური კუთვნილება არამედ სიმდაბლე რომელიც აძლევს შემგულს საშუალებას ქრისტეს შეიცნო. და თუ ქრისტე ვერ შეიცანი, როგორც ღმერთი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენს გვარიშვილობას, შენს სარწმუნოებრივ კუთვნილებას, არაფერს მნიშვნელობა არ ზნეობრივ ცხოვრებას, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას, რომ ღმერთი გეხმარება დანარჩენების განიკურნენ, რომ ღმერთი შენზე ზრუნავს და ამას განიცდის. არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სიმდაბლეს, რომლითაც შესაძლებელია ქრისტეს შემეცნება. და აი უფლის სიტყვები როგორი ტკივილიანია. იუგო იესო დარქვა მას, არა 10-ნივე განიკურნესა და 9 იგი სადა არიან. აი უმადური შვილი როა, უმადური შვილი და შობელს გულო ტკივა, რომ აი ვერაფრით ვერ აივსო მისი შვილის გული მადლიერებით არაფერი არ შველის აი ხო ხდება ესე სამწუხაროდ ხო აი რაღაც ესეთი ტკივილი ჩანს ღმერთის აი ამ სიტყვებში და პავლე მოციქულის დღევანდელ საკითხებში ეფესელთან მიმართ ეპისტოლეში სწორედ აი ამას უსვავს ხას რა ვიყავით და დღეს რანი ვართ და გვეუბნება რადგან ოდესღაც ბნელი იყავით გვახსოვს რომ ბნელები ვიყავით გვაწუხებს თუ არ გვაწუხებს ეს. ჩემი აზრით, ჩვენი წარსული, როცა ჩვენ ურწმუნოები ვიყავით და ვიყავით შესაბამისად სიბნელეში, ის დღემდე უნდა გვაწუხებდეს. არა იმ წუხილით, რომ წინ აღარ გავიხედოთ. უბრალოდ თუ ის გაგვახსენდება ხოლმე, რაღაცა კოშმარული სიზმარებით უნდა იყოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ
სამწუხაროდ ამის გამოცდილება არსებობს ეკლესიაში, შეიძლება საკუთარ თავზეც ვიცოდეთ ეს, რომ ჩვენი წარსული, როდესაც ქრისტიანები არ ვიყავით, ადამიანური წარმატებები გქონდა, ძალიან კეთილად გვახსენდება ხოლმე ხშირად. გამახსენდა ჩვენი დიდი სახელოვანი სარდალი თორნიკე ერისთავი, რომლის გამარჯვებამაც მერე ჩვენ დიდი შესაძლებლობები მოგცა და ივერონის წმინდა მონასტერი ავაშენეთ წმინდა მთაზე ათონის. გახსოვთ თორნიკე ერისთავის თორნიკე ყოფილი უკვე იოანე რო აღიკვეცა, რა ჩვევა ქონდა. თავისი ძველ საგმირო საქმეებს ყვებოდა თავის ძმებთან ათონის მთაზე. აქ ლაპარაკი არ არის რამე ცუდზე, ხო? ხედართავარი იყო და ბევრი სიკეთე მოუტანა სამშობლოს მისმა ხედართავრულმა ნიჭიერებამ და თავის გაკეთებულ სიკეთეებს იხსენებდა. გაიხსენეთ რა მოხდა? მას აუგრძალეს ამის გაკეთება. და თუ მაინც გულზე მოაწვებოდა, კიდე დაუშვესო, ახლა კარგი წინამძღვართან ისაუბრეთ თუ ერთ ადამიანთან. მას აუგრძალეს ამის გაკეთება. იმიტომ რომ აი ეს საცტური რომ როცა მე ეხლა თორნიკე ერისთავი ურწმუნო მაშინაც არ იყო გასაგებია. რადგან იგი მონაზვნად აღიკვეცა, მონაზნობა საერთოდ სხვა მდგომარეობაში მოდის. ადამიანის ბოლომდე მოიძულებს ამ სოფელს და მთლიანად ღმერთს მიაკუთვნებს საკუთარ თავს და თუმცა ჩვენ თავზე გადმოვიტანთ, როცა ჩვენ გვაქვს თქვათ ჩვენი წარსული სიკეთეებით, ღირსეული საქმეებით, ტკბობის რაღაც განცდა წარსულისა, უნდა ვეცადოთ რომ ეს ამოვიგდოთ ჩვენი გულიდან და დავევიწყოთ, თუ ჩვენ მაშინ ურწმუნო ვიყავით, განსაკუთრებულად მაშინ, იმიტომ რომ ურწმუნოება ყველაფერს სპობს და ანადგურებს, ყველა ღირებულებას აცლის, იმიტომ რომ ყველაფერი უპერსპექტივოა ურწმუნო ადამიანისათვის. და ეს სიბნელე ურწმუნოების ემდენად შემაწუხებელი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ უკან გახედვას კი არ გვინდოდეს. თუ ესე არ არის, მაშინ შენ ვერ გძნობ, რომ სინათლეში ხარ. როგორ შეიძლება დაბადებიდან უსინათლოს, თვალები აეხილოს და არ იყოს აღფრთოვანებული მუდმივად იმით, რომ ხედავს სამყაროს. და ამიტომ ამბობს, რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ან იმასაც კი არ ამბობს, ბნელში იყავით. ბნელი იყავ, შენ იყავი ბნელი. და ახლა კი ნათელი ხართ უფალში, ეხლა ნათელი ხართ. ანუ თქვენ ხართ ნათელი ეხლა უფალში. მაგრამ თუ ამის განცდა აქვს ადამიანს, მაშინ ცხოვრების წესიც განსაკუთრებული გვაქვს და ამიტომ აგრძელებს პავლე მოციქული, მაშიარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით და კვლავ საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. რამდენად დავდივართ ისე როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. ნათლის შვილი ეს ნათელი ღმერთია, მე ვარ ნათელი უფალი ამბობს. ეს ღმერთის შვილობაა, ნათლის შვილობა ღმერთის შვილობაა. ღმერთის შვილი ისე ცხოვრობს, როგორც ღმერთი უნდა ცხოვრობდეს. რამდენად გავართ ჩვენ ღმერთის შვილებს. ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია, სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. სიკეთე, სამართლიანობა, ჭეშმარიტება. ზოგადად ჩვენ იმდენად უნდა აუტანლობა გქონდეს და ამბოხიც ყოველგვარი უკეთურებისა, უსამართლობისა და ის რაც ჭეშმარიტება არ არის, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო ეგრევე უნდა გრძნობდეს ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ასეთ დროს თუ ჩვენ ამას გძნობთ და შინაგანად უარყოფთ და ვემიჯნებით და ვცდილობთ როგორც ღვთისშვილებმა იმგვარად ვიცხოვროთ, ჩვენთვის სხვა ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენთვის სხვა ორიენტირი არ არსებობს გარდა იესო ქრისტეს. სხვა ჭეშმარიტება, სხვა სიმართლე, სხვა ორიენტირი, სხვა მიზანი არ არსებობს. დღევანდელ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია ეს. საქართველოს ფარგლებს გარეთაც. იმიტომ რომ დღეს ადამიანი ძალიან მოწყვლადი გახდა იმ საცდურებისაგან, რომელიც ასე მასიურად ზემოქმედებს ჩვენზე მით უმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიურ პირობებში. ფაქტობრივად ადამიანს თითქმის აზროვნების საშუალება ერთმევა, იმდენად აგრესიულად მოქმედებს ეს სოციუმი ჩვენზე და ძალიან რთულია, რომ არ აღმოჩნდე მასობრივი ფსიქოზის მდგომარეობაში ამ ფსიქოზის ნაწილი არ აღმოჩნდა. ძალიან რთულია. ძალიან ძნელია, რომ პიროვნული უნიკალური თავისუფლება, პიროვნული ხედვა, რომელიც არის დაფუძნებული
ქრისტეს მოძღვრებაზე, რომლის ორიენტელი იესო ქრისტეა, ძალიან ძნელია რომ ეს პიროვნული თავისუფლება შეინარჩუნო. კიდევ ვიმეორებ, არ აღმოჩნდა მასობრივი ფსიქოზის მსხვერპლი. იმიტომ რომ სამყარო ზუსტად აქეთკენ მიდის. და ჩვენ ვისაც ახლა ამას ხوار ჩაუღმავდებით აქ, უბრალოდ ვისაც აქვს ამის ვისაც ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვს და უნდა გქონდეს, აბა როგორ შეიძლება ქრისტიანი იყო და ანალიტიკური აზროვნება არ შეგელოს, თუ ჩაუკვირდებით რა ხდება დღეს სოფლიოს, ჩვენ ამას დავინახავთ. ზუსტად ეს არის მასობრივი ფსიქოზია მთელ სამყაროში. და შესაბამისად იკარგება არათუ ქრისტე როგორც ორიენტელი, ყველანაირი ორიენტელი დაკარგულია. ოდნავ მაინც ღირებულებითი ორიენტელი აღარაფერი აღარ არსებობს სამყაროში. და რომ აი ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩდეთ, ამიტომ მუდამ კრიტიკულად უნდა უყუროთ საკუთარ თავს და ეს ორიენტირი, ანუ იესო ქრისტე და რომლის შვილებიც ჩვენ ვართ და რომლის შესაბამისი ცხოვრებაც უნდა გქონდეს, აი ეს ყოველთვის უნდა იყოს ჩვენ თვალწინ და ყოველთვის კრიტიკულად უნდა უყურებდეთ საკუთარ თავს, როცა რაღაცას გზნობ, როცა რაღაცას განვიცდი, როცა რაღაც გადაწყვეტილებას ვიღებ, როცა ვიღაცას უჯერებ, რაღაცას უჯერებ, როცა რაღაცას ვუწოდებ სიმართლეს, როცა რაღაცას ვუწოდებ ჭეშმარიტებას, როცა რაღაცას ვუწოდებ სიკეთეს. დავსვა ეს კითხვა, არის ეს სიკეთე, არის ეს ჭეშმარიტება? არის ეს სიმართლე? გამოსცადეთ რა შეიძლება მოსწონდეს უფალს. ესე ძალიან საინტერესო სიტყვა, გამოსცადეთ რა შეიძლება მოსწონდეს უფალს. აი გამოსცადეში უკვე ჩანს, რომ ჩვენ თავისუფლებას არავინ არ გვართმევს და შესაბამისად არც პასუხისგებლობიდან არავინ გვანთავისუფლებს. კი ბატონო, გამოსცადე. რა შეიძლება მოსწონდეს უფალს? ყლავას ორიენტირი უფალი. ნაბიჯს ვდგავ, ვაკეთებ, გამოვხატავ პოზიციას. კი ბარა, ქრისტეს ეს მოსწონს. მოსწონს ქრისტეს თუ არ მოსწონს. დამერწმუნეთ, რომ დღეს ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა, მათ შორის ისინიც, ვის სამშობლოზე ზრუნავენ და ასე შემდეგ, ამ კითხვას ნაკლებად სვავენ. აი მას რომ ვაკეთებ, ეხლა მოსწონს ეს უფალს. მას დაუკვირდით თქვენს ქცევას, თუ აგრესიული ხარ, თუ მაგინებელი ხარ, თუ უზნეო მანერები გაქვს, თუ ადამიანისადმი სიძულვილს გამოხატავ. რა ქცევაა ეს? და გეუბნება დაუკვირდით თქვენს ქცევას. და დაუკვირდი როგორ, არა როგორც უგუნური, არამედ როგორც ბძენი, კვლავ და კვლავ ვალდებულება მოაზროვნეობის. ფსიქოზის თანამონაწილე რო ხარ, მოაზროვნეობის უნარი არ გაქვს. შეუძლებელია მასობრივი ფსიქოზის ორგანული ნაწილი გახდე და შენ აზროვნე, იქ აზროვნება საერთოდ ქრება და იკარგება. სიბზნე მხოლოდ პიროვნება შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ საღვთო თვისება, ისე როგორც თავისუფლება მხოლოდ პიროვნული თვისება, იმიტომ რომ ესეც საღვთო თვისება. და თუ ადამიანს ეს სიბზნე არ აქვს, ქცევას როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ არასწორად იქცევა. და რა თქმა უნდა ვერ ხვდება და შედეგიც სახეზია. და მოძღვრავს, გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი. დროს ჩვენ არასოდეს არ უფრთხილდებით, რომელიც არის მოცემული მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ არჩევანი გავაკეთოთ და ამ არჩევნის შესაბამისი სიკეთე გავაკეთოთ. გარდაცვლილ ადამიანს მხოლოდ ნაყოფის მიღება შეუძლია. გარდაცვალების შემდგომ ჩვენ სიკეთეს ვეღარ ვაკეთებთ, ვეღარც უკეთურებას ვეღარ ვაკეთებთ. ერთგვარ პასიურ მდგომარეობაში გადავდივარ და სამჯაროს ველოდებით. ამიტომ აქ უნდა მოვასწროთ და რამდენად გვახსოვს ჩვენ რომ მოსასწრები გვაქვს. მოსასწრები გვაქვს თუ არა გვაქვს? გვაქვს მოსასწრები. იმიტომ რომ ეს უკეთური დღე რას ნიშნავს? უკეთური დღენი არიან. მასტური დღეც არის, ყოველი დღეც. და გარდა ამისა, დღე გადის ისე, ჩემს ვალდებულებას ჩემს საქმეს, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი არსება ვერ ვაკეთებ, ვერ ვახერხებ, ვერ ვასწრებ. გავიდა ერთი დღე, გავიდა მეორე დღე, გავიდა მესამე დღე, გავიდა წელი, მე შემდგომი მრავალი წელი გავიდა. ხელიდან მეცლება ის შესაძლებლობები, როცა მე უნდა ვრეალიზდე როგორც პიროვნება, როგორც ვრეალიზდე ღვთის ხატი და მსგავსი. დროს არ უფრთხილდებით. ასე რომ ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით რა არის ნება ღვთის. ღვთის ნების შემეცნება იოლი არ არის. როცა ადამიანი მშვიდად არის, კიდევ შეიძლება და თუ წმინდა წერილთან, წმინდა მამებთან კავშირია, კიდევ შეიძლება იმსჯელოს მეტნაკლებად სწორად, თუ რა შეიძლება იყოს ღვთის ნება. მაგრამ როგორც კი ადამიანი ამოქმედდება, ექსტრემალურ სიტუაციაში ხდება, ემოციურად და გზნობისმიერად დატვირთული, რაღაც არჩევანის წინაშე როცა დგება, აი მაშინ როგორც წესი ადამიანი ივიწყებს რა არის ღვთის ნება. ანუ ეს
თეორიული შემეცნება მას არ შველის. იმიტომ რომ მას შიგნით გულის სიტყვები და ვნებები მართავენ. იმიტომ რომ კვლავ და კვლავ უგუნურია და არა მოაზროვნე და ბრძენი. და ეს იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, მას მართავენ გულის სიტყვები, რომელიც უკეთური ნების, დაცემული ბუნების გამოვლინებებია ეს ვნებები და საყრდენი ამავე დროს ბოროტი ძალისა. სულიერი ცხოვრება არის გულის სიტყვებთან ბრძოლა. გულის სიტყვებთან ბრძოლას თუ არ ვისწავლით, მაშინ გულის სიტყვები ყოველთვის ჩვენი მმართველნი იქნებიან და ყოველთვის, როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდებით, ჩვენ არ გვეცოდინება რა იქნება, ღვთისნება ვერც კი მივხვდებით, ან მოგვატყვილებს საკუთარი გულის სიტყვა და მრავალგზის, როგორც მრავალგზის კიდევ ავწდებით ღვთისნებას. ერთმანეთთან ურთიერთობა, ეს ადრეც ბევრჯერ ხაზი გაგვისვია ამისთვის. ერთმანეთთან ურთიერთობა არა გინებით, არა სიძულვილით, არა შეურაცხყოფით, არა სხვისი აზრის მიუღებლობით, არამედ ფსალმუნებით, საგალობლებით, სულიერი საგალობლებით, უпростоრედ ველაპარაკეთ ერთმანეთს. რა უცნაურია, ხო? ჩვენ ახლა როგორ ველაპარაკებით ერთმანეთს? ფსალმუნებით, საგალობლებით, სულიერი გალობებით ვესაუბრებით ერთმანეთს? მეცინება კიდევაც საკუთარ თავზე. ეს მით სად ვართ? ამ სოციალურ აქსელმა მოსპოს საერთოდ ჩვენი საზოგადოება. ის, რასაც ადამიანი საკუთარ თავთანაც არ იკადრებდა, რომ ეფიქრა, ისი აკადრებს მოყვას, იმიტომ რომ ვერ ხედავს კლავიატურაზე. და ნელა წვეთი და დაგროვდა უზარმაზარი ბოღმას და სიძულ. ეს საშიში მდგომარეობა. აი წყლული, ადამიანს აქვს წყლული რა, დაჩერქებული წყლული. ან ქირურგი ჭირდება, რაღაც ესეთი რომ ეს გამოვიდეს. არ შეიძლება ეს ბოღმა, ეს სიძულვილი, ეს უსიყვარულობა იყოს ორგანიზმში. არაფრით არ შეიძლება და ეროვნულ ორგანიზმს ცოცხალიო ბიოლოგიური ორგანიზმის თვისებები აქვს. ეკლესიის ერთადერთი საქმე არის ქრისტეს ღმერთობა დაამოწმოს. დაინახე, შემოდი, გახდი ქრისტიანი. მცირე სამწყსო ვარ. თქვენი გულებით უგალობდეთ და აქებდეთ უფალს. აი ეს არის ეკლესიის ხმა. თქვენს გულებში უგალობდეთ და აქებდეთ უფალსა. ღვთის მადიდებელი და ღვთის მაქებელი საკუთარ გულში და მომწოდებელი უფლისა არასოდეს სხვას არ შეაგინებს, არ დაამცირებს, არ შეურაცხყოფს, არ დაემუქრება. უბრალოდ არ შეიგინება. უკეთური არ იქნება, სიბრძნე ექნება, სიბრძნე ღვთისგან არის. ანალიტიკური აზროვნება ექნება, ჭრეტელი იქნება, შორს მჭრეტელი იქნება, გაიხედება შორს. საკუთარი ცხვირის იქით ადამიანი ხშირად ვეღარ იყურება უკვე. მარადჟამს, მადლს წირავდეთ ყველაფრისათვის. ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. ადამიანი, რომელიც ამგვარი აგრესიით ცხოვრობს, მუდამ უმადურია. არაფერი მას არ ახარებს, არაფერი მას არ მოსწონს. უმადურობა, ხოლო მადლიერება ჩვენში ღმერთის მყოფობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლენა და თვისებაა. და კიდევ ერთია, ერთმანეთსადმი დამოკილება, ნახეთ რა საოცარი სიტყვებია. ხო შეიძლება ეთქვა პავლე მოციქულს, ერთმანეთს მორჩილებდით, მაგრამ არა. ქრისტეს შიშით მორჩილებდით ერთმანეთს. რატომ ქრისტეს შიშით? და ქრისტე ღმერთია, ადამიანად მოვიდა. ის ყოვლის მყრობელია. ყველაფერი მის ხელთ არის. და ჩემს გვერდზე მყოფი ადამიანი მისი ხატი და მსგავსია, რომლისათვისაც ყოვლის მპრობელი ღმერთი მოკვდა. ამიტომ მე, როდესაც შენ ყურადღებას გაქცევ და გემორჩილები, ანუ რას ნიშნავს გემორჩილები? შენ უკეთურნებას კი არ ვემორჩილები. შენს თავისუფლებას პატივს მივაგებ, ამას ნიშნავს მორჩილება. მე გემორჩილები შენ გინიშნავს იმას, რომ მე შენ თავისუფლებას პატივს მივაგებ და არ გზღუდავ. ხო? და ამას აკეთებ ქრისტეს შიშით. ანუ მე შინია ღმერთის დაკარგვის. და ღმერთ შენ უყვარ ხარ. ამიტომ მე და თავისუფლება მან მოგცა. მე არ შემილია შენი თავისუფლება შევზღუდო და მით უმეტეს შენი თავისუფალი სიტყვისათვის მოგიძულო და გადაგიარო და შეურაცხყოფა მოგაყედო. და ადამიანად არ ჩაგთვალო. იმიტომ რომ მე ქრისტესი მეშინია, იმიტომ რომ ქრისტე შეიძლება დავკარგო, იმიტომ რომ ეს თავისუფლება რომელიც შენ გაქვს ქრისტემ მოგანიჭა და ამ შენი თავისუფლებისათვის მოკვდა ქრისტე. მე არ ვიცი ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ ერთმანეთის სიყვარული ხო ვერ ვისწავლეთ. სიბრძნე გვაქვს განულებული.
არ შეგვიძლია ცოტა იქით გავიხედოთ, მხოლოდ საკუთარ ეგოიზმზე და ამბიციებზე დაფუძნებული რაღაც შეგრძნებები გვაქვს და შეგრძნებებით მოქმედებთ. და ამ დროს გავართ იმ ადამიანებს, რომლებიც ნახევრად ჩაძირულ გემში, ჩაძირის პირას მყოფ გემში ერთმანეთს ეჩხუბებიან და ვერ ხვდებით, რომ ვინც ვართ, ძალიან და გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ისეთი გარემო შევქმნათ, სიყვარულით სავსე გარემო, რომ გასულ ქართველებსაც მოუნდათ დაბრუნება იმ სიყვარულის გამო, რომელსაც ისინი ჩვენში დაინახავენ. შეგზრავი როგორ უნდა გადარჩეს საქართველო, ხო, ეგზისტენციალურ საფრთხეებს, როგორც ქართველები ვერ ვგრძნობთ, საერთოდ ვიღუპებით და ვერ ვგრძნობთ ამას. როგორც აი ადამიანი რო ურწმუნო ადამიანი რო ვერ გრძნობს თავისი უღმერთობას და დაღუპვას ვერ გრძნობს და ამიტომ ქრისტე არ ჭირდება, არ ეძებს ქრისტეს. ან გულგრილი ქრისტიანი რო ვერ გრძნობს, რო იღუპება და ქრისტეს რო არ ეძებს. ისე ვერ გრძნობს დღეს საქართველო ეგზისტენციალურ საფრთხეს დაღუპვისა და ამიტომ აი ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. აი ეს არის ეკლესიის ხმა. გამოვფხიზლდეთ, გული გაუღოთ ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ვერც პიროვნულად ვერ გადარჩებით და საქართველოს ხელში შემოგვადნება. სულ რაღაცა 10-ოდე, 15-ოდე წელიწადში გაქრება, არაფერი აღარ დარჩება. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ხმა არის, ამ შემთხვევაში ჩემით გახმოვანებული როგორც ერთი მღვდლის, მაგრამ რომელი ჩემი სიტყვა არის ამოგლეჯილი სახარებიდან და რაღაცა ცალკე რაღაც საკუთარი რაღაც მნიშვნელობა აქვს მინიჭებული მთლიანი კონტექსტის გარეშე. არც ეს ყველაფერი, რაც მე გითხარით, წმინდა წერილიდან აღმოცენებულია, ეკლესიის ისტორიიდან და ქრისტიანობის ისტორიიდან არის ამოღებული. არაფერი საკუთარი არ მეთქობს. და თითოეული ჩვენგანი, რომლებიც აქ ვართ, თითოეულ ჩვენგანს ეს ვალდებულება გვაქვს, რომ ის რაც არის ეკლესიის ხმა, ჭეშმარიტი ხმა, იმას ვატარებდეთ და ჩვენი ცხოვრებით ვადასტურებდეთ. რომ ერთი ადამიანი მან ჩვენს გვერდზე გაჩნდეს ისეთი, რომელიც რაღაცა დაინახავს ამას და მასაც გადაედება სწორი ხედვა. ერთი ადამიანი მაინც და თითოეული ადამიანის გარშემო რამდენიმე ასეთი ადამიანი თუ გაჩნდა, ეგება რაღაც ჩვენი საზოგადოება ცოტათი გაჯანსაღდეს. შეგვეწიოს უფალი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.